ძალიან ლამაზია, ვისაც მართლა უნდა შეიგრძნოს იტალია. ხვალ იწყება ჩვენი 7-დღიანი კრუიზი. ახლა ვართ გენოაში, გუშინ ღამეში მოვედით. ახლა კი მივდივართ ბრექფასტზე. ჩვენ გავჩერდით ასეთ ნომერში. სასტუმროდან ასეთი ხედია. ასეთი პატარა რაიონია. Aquí ასეთი ლამაზი ტერასაა. აქ არის ასეთი პატარა ლიფტი. დამახასიათებელია ამ ადგილისთვის. ნახეთ. და პატარა ჩვენ გავჩერდით გენოაში, სასტუმრო ნოლოგოში. რომელიც არის საკმაოდ კარგ ადგილას. ახლა მივდივართ ცენტრში, გენოას ძველ პორტში. ჩვენი სასტუმროდან დაახლოებით არის კილომეტრი და 300 მეტრი. ნავით მივდივართ, კარგი ტრანსპორტი არ გჭირდება. იმიტომ რომ იტალიელებმა 5 წუთში გამაგიჟეს. იმდენად სწრაფად საუბრობენ, რომ ავტობუსში რო ავედი უპარტის უნდა ჩამოვსულიყავი, ნამდვილად არა ავხრი ჩემი ადგილი. ყველა ერთად ლაპარაკობს, ყველა ერთად როგორც ვიტყვი ჩხუბობს და კონფლიქტობენ. მაგრამ გარემო მართლა რაღაცნაირად რაც წარმომედგინა იტალიურია. გენუა სიდიდით მე-6 იტალიის ქალაქია მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, რომელიც ცნობილია თავისი უდიდესი როლით საზღვაო ვაჭრობაში, მრავალი საუკუნის განმავლობაში. და რა თქმა უნდა, დღესაც არ კარგავს აქტუალობას და საპორტო ქალაქად იწოდება. ეს ადგილი არის ძალიან ცნობილი გენოაში, ეს არის Piazza de Ferrari, სადაც არის ძალიან ლამაზი ბრინჯაოს შადრევანი და აქვე არის ეკლექტიკური 4 ულამაზესი შენობა. ძალიან ლამაზია, ვისაც მართლა უნდა შეიგრძნოს იტალია, მგონია რომ პირველ რიგში უნდა ესტუმროს არა მილანს, არამედ მის გარშემო სხვა არც თუ ისე ცნობილ ქალაქებს, სადაც ბიზნეს ცენტრზე მეტად იგრძნობა ქალაქის ცხოვრების სტილი. ახლა მოვედით ძველ პორტში, პორტო ანტიკოში. ეს არის სან ჯორჯიოს სასახლე, რომელიც იყო აშენებული კონსტანტინოპოლში, ვენეციის საელჩოს დანგრეული შენობის მასალები, რაც ძალიან საინტერესოა და ძალიან ლამაზი შენობაა, რომელიც არის ძველი პორტის ტერიტორიაზე. Piazza de Ferraris მოედნის შემდეგ ჩვენ გადავწყვეტეთ ვნახოთ ძველი პორტი, სადაც ერთდროულად განთავსებულია ძალიან განსხვავებული სანახაობები. ჩემი ყურადღება მიიპყრო ჩემს უკან მდებარე ბიოსფერომ, რომელიც არის ძალიან განსხვავებული ეკოსისტემის მცენარეების და ცხოველებით სავსე. ასევე აქ არის გალათას მუზეუმი და აკვარიუმი.
ეს არის გენუას ცნობილი აკვარიუმი, რომელიც არის იტალიაში ყველაზე დიდი, ხოლო ევროპაში არის დიდით არის მეორე აკვარიუმი. აქ ჩანს კრუიზული ლაინერი, სადაც ხვალ მივდივართ და ხვალ იწყება ჩვენი 7-დღიანი კრუიზი. აქ არის მაჰათმა განდის ძეგლი, რომელიც ბრძოდა ინდოეთის დამოუკიდებლობისთვის. ძალიან კარგი ადგილია სასეირნოდ, ძალიან მოგვეწონა ძველი გენუას პორტი. აქ ძალიან ბევრი აქტივობაა, რომელიც მოეწონება ბავშვებსაც, აკვაპარკი, გემები, მუზეუმები. ბევრი ადგილია, სადაც შეგიძლიათ შეხვიდეთ და გაერთოთ და გარშემო ძალიან ბევრი რესტორანი და კაფეა, სადაც შეგიძლიათ დაჯდეთ ამ სიცხეში და ოდნავ გაგრილდეთ. პორტიდან გადავინაცვლეთ ქალაქის ყველაზე ლამაზ ნაწილში და მივდივართ სან ლორენცოს ტაძრის სანახავად, რომელიც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტაძარი მთელს გენუაში. წმინდა ლავრენტეს ტაძარი არის რომაული კათოლიკური ტაძარი, ტაძრის ზოგი ნაწილი რომაული სტილისაა და მთავარი ფასადი გოთიკურია, მე-18 საუკუნის დასაწყისიდან. ხოლო სვეტები შიდა დერეფნებით თარიღდება მე-14 საუკუნის დასაწყისით. სამრეკლო და გუმბათი აშენდა მე-16 საუკუნეში. ტაძარი შენდებოდა 1100 წლიდან 1300 წლამდე. იგი ცნობილი გახდა, რადგან 1951 წლის 9 თებერვალს ბრიტანულმა გემებმა დაბომბეს გენუა და ერთ-ერთმა ჭურვმა გაარღვია ტაძრის სახურავი და დაეცა, მაგრამ საბედნიეროდ არ აფეთქდა. ადგილობრივი რელიგიური ხალხი ამტკიცებს, რომ ეს არის ნიშანი ზემოდან და საკათედრო ტაძრის სიწმინდის დამატებითი დასტური. თუმცა სკეპტიკოსები ამბობენ, რომ იმ დღეებში ჭურვების დამზადების ხარისხი ძალიან დაბალი იყო და მათი 30%-ზე მეტი არ აფეთქდა. ეკლესიასთან მისასვლელი ორი კარიდან მარჯვნივ, თუ მივახლოვდებით, შეამჩნევთ მარმარილოში გამოკვეთილ ძაღლს. ლეგენდის თანახმად, ტაძრის აშენებისას მოქანდაკეების ირგვლივ ყოველთვის ახეტიალობდა პატარა ძაღლი, რომელიც მათ მუშაობის დროს ეხმარებოდა. მშენებლობის ბოლო ეტაპზე ძაღლი დაიკარგა და ვეღარავინ იპოვა. მოქანდაკეებს მისი გახსენება სურდათ, ტაძრის ფასადზე პატარა სკულპტურის მიძღვნით და მარმარილოში მოჩუქურთმებული ერთგულების ისტორია გამოკვეთეს ძაღლის სახით. გავჩერდით პიცის საჭმელად. არის ტრადიციული პიცები, რომელიც იყიდება ნაჭრებით და ამიტომ გადავწყვეტით, რომ სხვადასხვა გავს სინჯობთან ნახეთ, რომელი უფრო მემრიელი ავირჩიეთ ვეგეტარიანულიც, სტანდარტული მარგარიტა სტილის და რაღაც მწვანეულობით სავსე პიცის მსგავსი ვეზელი. აქ არის ძალიან ბევრი მოტოციკლეტი და მოპედი, რადგან ქუჩები ძალიან ვიწროა და ძალიან მოხერხებულია ამ ტრანსპორტით გადაადგილება. ახლა ვართ გამარჯვების მოედანზე. ეს კი არის ტრიუმფალური თაღი, რომელიც იყო აშენებული მე-20 საუკუნეში პირველი მსოფლიო ომში დაღუპულ გენუელ ჯარისკაცების საპატივსაცემად. Gelato. გამოვედით სანაყინედან
და აქვე პატარა და შეჩქომებია. მე ავიღებ ძალიან ქებრელი ანანასის და ალუბლის ნაყინი და შენ მე კი ავიღე მანგოს ნაყინი. პატარა სომის ნაყინები ხედა 2.80 евро. ძალიან ქემრიელია და ყველას გირჩევთ რომ თუ ხართ იტალიაში აუცილებლად გასინჯეთ ადგილობრივი ნაყინი. ზოგადად მე ვებდებ ხოლმე სხვა ქვეყანაში ნაყინის გასინჯვას, იმიტომ რომ სპეციფიკური გემო აქვს და ეს არ მომწონს, მაგრამ აქ მართლა ძალიან ქემრიელია კონკრეტულად ხების ნაყინი და მართლა პირს რომ გასინჯოთ. გენოა ძალიან მოგვეწონა, ძალიან ლამაზი ქალაქია, ბევრი საინტერესო ადგილები. 1-2 დღე სრულიად საკმარისია, რომ კარგად დაათვალიეროთ ეს ქალაქი. ჩვენ გვქონდა კრუიზამდე საკმარისი დრო იმისთვის, რომ გენოა მოგვენახულებინა. ძირითადად ყველა ღირსშესანიშნაობა და სანახაობა ვნახეთ. მართლა ღირს, რომ 1-2 დღე დაუწყოთ ამ ადგილს. ძალიან განსხვავებულია მილანისგან და რაღაცნაირად მგონია, რომ იტალია აქ უფრო იგრძნობა, ვიდრე მილანი. აბა დროებით. Thank you.